კიდევ ერთი აქტუალური თემით ბრუნდებით პირდაპირ ეთერში შემოგვიერთდა გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ელინა ბაქრაძე. მოგესალმებით ქალბატონო ელინა, მადლობას გიხდით გადაცემაში მონაწილეობის მიღებისთვის. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. 6 ნოემბრიდან როგორც თბილისში, ისე საქართველოს რამდენიმე ქალაქში ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების კონცენტრაციის რაოდენობა დასაშვებ ნორმას მკვეთრად ცილდება. ეს არის ინფორმაცია, რომელსაც ავრცელებთ. მოდით გვითხარით, რას უკავშირდება ეს და შემდეგ უკვე დაბინძურების ხარისხზეც ვისაუბროთ. კი ბატონო, კიდევ ერთხელ მოგესალმებით და მივესალმებით თქვენს მსმენელს. როგორც უკვე აღნიშნეთ, საქართველოში ბოლო დღეების განმავლობაში ფიქსირდება ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების, ეგრეთ წოდებული PM10 და PM2.5 მომატებული კონცენტრაციები და ეს პირდაპირ უკავშირდება სამხრეთიდან ჩრდილოეთის მიმართულებით გადაადგილებულ უდაბნოს მტვრის მასებს, რაც არის ბუნებრივი ტრანსსასაზღვრო დაბინძურების პროცესი. აქვე აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ გასულ დღეებთან შედარებით მტვრის ფონური დაბინძურება მცირედით შესუსტებულია და ბუნებრივია ეს პროცესის განპირობებულია სინოპტიკური პირობებით, ქარის მიმართულებით, ატმოსფერული წნევით და ტენიანობით და პროგნოზებით მომდევნო დღეებში მყარი ნაწილაკების პროგნოზი ესეთია წინასწარი, რომ მომდევნო დღეებში მყარი ნაწილაკების დონე თანდათან კლებას გააგრძელებს. აქვე აუცილებლად მინდა უთხრა მოსახლეობას და თქვენს მსმენელებს, რომ ატმოსფერული ნაკადების დინამიკა ხშირად უზრუნველყოფს დაბინძურებადი ნაწილაკების და აირების ხანგრძლივ გადაადგილებას ბუნებრივად რეგიონებზე და კონტინენტებს შორის და შესაბამისად ჩვენს ქვეყანაშიც ფიქსირდება ხოლმე მყარი ნაწილაკების მატება. ეს არა ლოკალურ, არამედ უფრო რეგიონალ და გლობალურ ატმოსფერული პროცესების შედეგია. ამისთვის აუცილებლად მოსახლეობას უნდა ვთხოვოთ, რომ ფლობდეთ სრულყოფილ ინფორმაციას, რათა შევაფასოთ მდგომარეობა და ამისთვის არსებობს გარემოს ეროვნული სააგენტოს პორტალი და სიმშვიდით მოვეკიდოთ აღნიშნულ პროცესებს და მოსალოდნელი კლების მიუხედავად მაინც გაეცნონ ჰაერის ხარისხის მიმდინარე კონცენტრაციებს და დაიცვან რეკომენდაციები, რომლებიც სწორედ ERGOV ამ პორტალზე არის ჯანდაცვის კუთხით მოცემული. ქალბატონო ელინა, რამდენად ხშირი ატმოსფერული მოვლენაა ეს, რომ ავხსნათ, ჩვენ ვთქვით, რომ 6 ნოემბრიდან აღინიშნება ეს და დაახლოებით ვთქვათ, თუ რაიმე ტიპის ციკლურობით გამოირჩევა ვადა, ვთქვათ, როდემდე შეიძლება გაგრძელდეს, თუ შეიძლება წინასწარ ამის თქმა. ხო, ასეთი პროცესის პროგნოზირება რთულია. ჩვენ სისტემატიურად, ყოველდღიურად, საათობრივად ვაკონტროლებთ ამ ატმოსფერულ მოვლენებს, როგორც ჰიდრომეტეოროლოგიურად, ასევე ჩვენი სადგურების მეშვეობით, რომლებიც იცით, რომ ქალაქში განთავსებული გვაქვს ჩვენ დღეის მდგომარეობით გვაქვს 15 ავტომატური სადგური, მათ შორის არის დიდ ქალაქებში თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი, ზუგდიდი, მესტია, ახალციხე, თელავი და ასევე გვაქვს 3 მობილური ავტომატური სადგური. სწორედ ამ სადგურების მეშვეობით, ასევე მეტეო პროცესების მეშვეობით ყოველ საათობრივად იცვლება ჩვენი მონაცემები და ასევე ვაკონტროლებთ მეტეოროლოგიურ პროცესებსაც. არის საშუალება იმისი, რომ ყოველდღურად განსაზღვროთ დღეს არის თუ არა მსგავსი პროცესი. ამის გრძელვადიანი პროგნოზირება ძალიან რთულია. მაგრამ ჩვენ ვანთავსებთ ხოლმე განცხადებას მიმდინარე მეტეო პროცესების შესახებ პორტალზე, სადაც მოსახლეობას აქვს საშუალება როგორც კონცენტრაციების, ასე ვთქვათ, ჩვენი დამაბინძურებლების კონცენტრაციების დინამიკას გაესწრონ, იქნება ეს ოდნავ მომატება თუ კლება, ასევე ეგრეთ წოდებულ ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას შემოჭრას ასე უწოდებთ ხოლმე. დიახ, ეს არის მე მგონი უპასუხეთ თქვენს კითხვას. ქალბატონო ელინა, ასევე რომ ავხსნათ, თქვენ აღნიშნეთ, რომ გარკვეული დინამიკის, ვთქვათ, ცვლილება, ხო, იკლებს. ეს თბილისშია მხოლოდ შესამჩნევი თუ სხვა ქალაქებშიც?
ზოგადად დინამიკა არის კლების და პროგნოზიც ესეთია, რომ ესეთი კლება გაგრძელდება და ჩვენს ონლაინ რეჟიმში ვაკვირდებით ჩვენი სადგურების მონაცემებს. ასევე მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ ჩვენი სადგურების რაოდენობა იზრდება, ანუ კიდევ გვემატება 25-26 წლებში 9 ავტომატური სადგური დაგვემატება, რომლებიც განთავსდება ფოთში, ოზურგეთში, ზესტაფონში, თაზაკენში, გორში, ბოლნიში, სიღნაღსა და ბორჯომში. და უკვე უფრო ფართო მასშტაბით და უფრო სრული სურათით დავინახავთ ჰაერის ხარისხის, ასე ვთქვათ, შევძლებთ შევაფასოთ ყველა დიდ ქალაქში ჰაერის ხარისხი. გარდა ამისა, გარემოს ეროვნული სააგენტო კომპეტენციის ფარგლებში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის დადგენის მიზნით საქართველოს ტერიტორიაზე 32 ქალაქში 4 ეტაპად ატარებს ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ინდიკატორულ გაზომვებს და ეს პრაქტიკა ჩვენთან დაინერგა ევროკავშირის დირექტივების მიხედვით და რა თქმა უნდა საქართველოს ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად. ასე რომ სხვა ქვეყნებში ანალოგიურად ტარდება ეს ჰაერის ხარისხის მონიტორინგი და გამოწვევები რა თქმა უნდა ანალოგიურია. ავტომატური სადგურების მეშვეობით ყოველწუთიერად ისაზღვრება ეს დამაბინძურებლების კონცენტრაციები და ჩვენი გარემოს ეროვნული სააგენტოს მიზანი სწორედ ის არის, იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე და მოსახლეობისთვის დროული ინფორმირება მოახდინოს, რომ ყველა მოქალაქემ იცოდეს რა ჰაერი გვაქვს და როგორ დაიცვას თავი. ეს ყველა ინფორმაცია ER.gov პორტალზე განთავსებულია, მონაცემები შემოდის ყოველ წუთიერად და ახლდება ყოველ საათში. ჩვენს გარემოს ეროვნული სააგენტოს ის სპეციალისტები, რომლებიც ატმოსფერული ჰაერის მიმართულებით მუშაობენ 24 საათი 7-ზე არიან ჰაერის ხარისხის მონიტორინგით დაკავებულები, ასე ვთქვათ, ონლაინ უყურებენ ამ მონაცემის ყველა ცვლილებას და რეაგირებაც არის მყისიერი. და მარტივად რომ ავხსნათ, დაახლოებით რა იწვევს ამ პროცესს? თქვათ რა შემადგენელი ნაწილებია და მოსახლეობისთვის თქვათ რა ტიპის რეკომენდაცია შეიძლება გავცეთ ასეთ დროს. ბატონო, ესე იგი, მყარი ნაწილაკების გაზრდილი დონე საქართველოში ხა ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში 6 ნოემბრიდან გვიფიქსირდება. მონიტორინგის მონაცემებით, ანუ ეს მატება ერთგვაროვნად შეიმჩნევოდა და ტრანსსაზღვრო ხასიათისაა და უკავშირდება ასეთ ემისიებს. ეს როგორც უკვე აღნიშნეთ, გლობალური მასშტაბის გარემო პრობლემაა და არის ყველგან ეს გამოწვევა. უბრალოდ ამ შემთხვევაში სწორედ ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება მონიტორინგს, რასაც საქართველოს გარემოს ეროვნული სააგენტო ახორციელებს, უწყვეტ რეჟიმში აკვირდება ჰაერის ხარისხს და ასევე მეტეო პროცესებსაც და ეს მონაცემები ავტომატური მონიტორინგის სადგურებიდან რეალურ დროში იტვირთება, რაც გვაძლევს საშუალებას დროულად შევაფასოთ რისკები, დროულად მოვახდინოთ რეაგირება და ინფორმირება მოსახლეობის, რაც არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის, არამედ გლობალურად ესე ხორციელდება. რისკები, რა თქმა უნდა, არსებობს, როდესაც მყარი ნაწილაკების მაღალი კონცენტრაცია ფიქსირდება და ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია უკვე არა გარემოს კუთხით, რომელსაც ჩვენ წარმოვადგენთ, არამედ ჯანდაცვის რეკომენდაციები. მე რა თქმა უნდა, კომპეტენციის ფარგლებში ვერ ვისაუბრებ ჯანდაცვის რეკომენდაციებს, თუმცა აუცილებლად მინდა უთხრა მოსახლეობას, რომ ER.gov პორტალზე ასევე არის ინფორმაცია იმის შესახებ ჯანდაცვითი რეკომენდაციები, თუ როგორ უნდა მოიქცეს მოსახლეობა, როდესაც ამგვარი ჩვენ ასე უწოდებთ ხოლმე შემოჭრები გვაქვს ტრანსსაზღვრო კუთხით. და ამიტომ ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია გაეცნოს ჰაერის ხარისხის მონაცემებს, რეკომენდაციებს კიდევ ერთხელ პლატფორმაზე ER.gov. იქვე განთავსებულია მითითებები, როგორ მოიქცეთ დაბინძურების მაღალი მაჩვენებლის დროს, მაგალითად დიდხანს არ ვიყოთ გარეთ, საჭიროების შემთხვევაში გამოვიყენოთ ინდივიდუალური დაცვის საშუალება, მაგრამ ეს ყველა არის ჯანდაცვითი რეკომენდაციები და თხოვნაა, რომ მოსახლეობა შევიდეს აქტიურად და გაეცნოს ამ რეკომენდაციას. გარკვეული ციკლურობა თუ ახასიათებს თქვა დროით რაღაც განსაკუთრებულ თქვა მომენტში, თქვა შეიძლება უფრო გაიზარდოს ან შემცირდეს ეს ტენდენცია, როგორ შეიძლება რომ ავხსნათ თქვა?
აიცით რა არის ეს ტენდენციებიც რა თქმა უნდა მეტეო პირობებისგან არის გამოწვეული როგორც უკვე მე აღვნიშნე და ანუ მატება წარმოადგენს შესაბამისად ეს არის ფიზიკური ფაქტორებისგან გამოწვეული ამაზე მოქმედებს ასევე წნევა ატმოსფერული ტენიანობა ქარის მიმართულება სხვადასხვა სინოპტიკური პირობები მოქმედებს და შესაბამისად დამოკიდებულია ბევრ კომპონენტზე რომელიც ასეთი პროგნოზი წინასწარ რთულია და პრაქტიკულად ყოველდღიურად ვამოწმებთ ასევე ონლაინ პლატფორმებსა სადაც ხდება ამგვარი ტიპის ასასაზღვრო შემოჭრების პროგნოზირება და აქაც ხდება ყოველდღიურად და საათობრივად და მიმდინარე პროცესების, ასე ვთქვათ, აღწერა და ინფორმაციის მიწოდება. შესაბამისად, ჩვენც როგორც ასე ვთქვათ, საუკეთესო პრაქტიკა არსებობს, როგორც საუკეთესო პრაქტიკის მიხედვით ჩვენს ამგვარად ვაკვირდებით ამგვარ პროცესებს. რამდენად ხშირია ამგვარი შემოჭრები, როგორც თავად ამბობთ ხოლმე? კი ბატონო, არც ისე ხშირია, თუმცა გარკვეული სიხშირითაც გვიფიქსირდება უკვე, არსებობს გარკვეული სტატისტიკა, რომ გარკვეული მეტეო და არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის, ასევე რეგიონ დონეზე და გლობალური მასშტაბით პროცესები იწვევს ამ ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას და კი ბატონო, არის გარკვეული რაღაც პერიოდებში ხშირია, შემდეგ კლებულობს, ანუ ეს სტატისტიკაც რაღაცნაირად ესეთი ვერ ვიტყვით, რომ სულ ხშირია და სულ გვაქვს, თუმცა რა თქმა უნდა ფიქსირდება. დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ. ვენც წარმატებები. ელინა ბაქრაძე, გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე საუბრობდა პირდაპირ ეთერში. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ 6 ნოემბრიდან, როგორც დედაქალაქში, ისე საქართველოს რამდენიმე ქალაქში ატმოსფერული ჰაერში მყარი ნაწილაკების კონცენტრაციის რაოდენობა დასაშვებ ნორმას მკვეთრად ცილდება. ჩვენ ავხსენით ამ მოვლენის მიზეზი და გავარკვიეთ, როგორია თბილისში ჰაერის დაბინძურების ხარისხი. მადლობას გითხრობთ დათმობილი დროისთვის.